მალე ყველა სავაჭრო ობიექტში პროდუქტს პოლიეთილენის ნაცვლად ბიოდეგრადირებული პარკებით გამოგვატანენ. ამით საქართველო ევროპასთან დაახლოებას და გარემოს დაცვას ცდილობს. პოლიეთილენის ჩანაცვლება 2016 წლამდე ეტაპობრივად მოხდება. ამას გარდა წელს გირჩევთ გარემო არ დააბინძუროთ, წინააღმდეგ შემთხვევაში უსარგებლო ნივთის გადაგდებაშიც კი სოლიდური თანხის გადახდა მოგიწევთ. ახალ რეგულაციებს ნუცა ტრაპაიძე გაგვაცნობს, ნუცა გისმენთ. გარემოს დაბინძურებაზე ჯარიმები და სანქციები 15 იანვრიდან მაქსიმალურად გამკაცრდება. თუმცა მანამდე გარემოს დაცვის სამინისტრო ახალი ინიციატივის განხორციელებას იწყებს. ეს არის პოლიეთილენის პარკების ბიოდეგრადირებული პროდუქციის ჩანაცვლება. დღეს ჩვენ შევეცადეთ ჩაგვეწერა საკითხით დაინტერესებული ყველა მხარე. აღმოჩნდა, რომ სიახლეს ყველანი დადებითად აფასებენ. დეტალები ნახეთ ჩვენ სიუჟეტში. პოლიეთილენის პარკებს, რომლებსაც თქვენ ახლა ხედავთ, გარემოში დასაშლელად 100 წელზე მეტი სჭირდებათ. გარდა იმისა, რომ გარემოს ვიზუალურ მხარეს აუშნოვებენ, დაწვისას კიბოს გამომწვევ ნივთიერებებს, დიოქსიდებს გამოყოფენ. ჩვეულებრივი ცელოფანი ან ჩვეულებრივი პლასმასის ბოთლი, რომელიც ჩვენთან იყიდება დღესდღეობით საქართველოში, მისი დაშლის პერიოდი იქნება დაახლოებით 100-დან 300 წლამდე. ანუ ის რეალურად არ გაქრება და სადაც მოთავსდება არის იქ, ესე ვთქვათ, განლაგებული. ალტერნატივა ბიოდეგრადირებული პროდუქცია, ანუ პარკები ისეთი ნივთიერებების შემცველობით, რომლებიც მის გარემოში დაშლას მაქსიმუმ 1 წელიწადში უზრუნველყოფენ. ჩვენ დავინტერესდით, რამდენად არის მოსახლეობა ინფორმირებული ამ საკითხის შესახებ. აღმოჩნდა, რომ გამოკითხულთა უმეტესობა პოლიეთილენის პარკების უფრო უსაფრთხო პროდუქციის ჩანაცვლების მომხრეა. პოლიეთილენის პარკები საქართველოში განსაკუთრებით უაზროდ არის მიმოფანტული და არ ხდება მათი ან შეგროვება, ან ჩაბარება. საზოგადოებრივ არის კომპანიები, რომელიც ამას გადაამუშავებენ. თუ გამოვა ისეთი პარკები, რომლებიც ადვილად იქნება გახსნა და ბუნებას არ დააბინძურებს, რა თქმა უნდა. აი ნახეთ, პოლიეთილენის პარკი მიჭირავს ხელში. მირჩევნია ქაღალდის პარკი გამოვიყენო, მაგრამ სხვა ალტერნატივა არ არსებობს და ამიტომ ვიყენებ. ბიოდეგრადირებული პარკების შემოღებით დაინტერესებულები არიან საქართველოს დიდი სავაჭრო კომპანიის მფლობელები. პირველ რიგში სწორედ მათ ობიექტებზე მოხდება გარემოსთვის საშიში პროდუქტის უსაფრთხოთი ჩანაცვლება. დაარსების დღიდან კულინარიისა და მზაკვების მიმართულებით გადამუშავებად ქაღალდის პარკებით მუშაობს, თუმცა ჩვენ უახლოეს მომავალში პოლიეთილენის პარკებსაც სრულად ჩავანაცვლებთ ბიოდეგრადირებადი პარკებით, რადგან სუპერმარკეტის Smart-ისათვის, ისევე როგორც ვისელ ჯგუფის ყველა შვილობილი კომპანიისათვის, გარემოზე ზრუნვა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ჩანაცვლება ეტაპობრივად 2 წლის განმავლობაში მოხდება. 2016 წლის ბოლოს კი სავაჭრო ობიექტებზე ბიოდეგრადირებული პროდუქციის გამოყენება სავალდებულო იქნება. ჩვენ ამოცანად დავისახეთ, რომ 2015 წელს დავიწყოთ ცხვილი სავაჭრო ქსელებიდან, ხოლო 2016 წლის ბოლოსთვის უკვე მთლიანად საქართველოს მასშტაბით შევზღუდოთ ცელოფნის პარკების გამოყენება და მთლიანად ჩავანაცვლოთ ბიოდეგრადირებადი პარკებით. ფერად პარკებს, რომლებიც სახლებში, მაღაზიებში, ქუჩებში და ხშირად ხეებზეც გვინახავს, სავარაუდოდ მალე ვეღარსად შევხვდებით. მით უმეტეს იმ ფონზე, რომ 15 იანვრიდან კანონ დამრღვევს მათი ქუჩაში დაყრისთვის 50-დან 5000 ლარამდე ჯარიმის გადახდა მოუწევს.